მოგესალმებით თქვენ მაღალ ყოლადო სამდელოესება თესახურო მამანა და დედანო ქალბატონებო და ბატონებო გელათის მონასტრიდან 1920 წელს საგანძურის გატანა დიდი ხნის წინ მომხდარი ფაქტია, მაგრამ ეს საკითხი საბოლოოდ დღემდე არ არის შესწავლილი. შევეცადე რომ რაღაც საარქივო დოკუმენტების მოშველიებით გარკვეული საკითხები შედარებით დამეზუსტებინა. თუნდაც ის რომ რით დაიწყო ეს საბაბი რა გახდა მთავრობის იმჟამებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის რომ ეს აქტი მომხდარიყო. უნდა ვთქვათ რომ 1952 წლის 12 აპრილს თბილისში ჩამოფრენებმა თეირანიდან ჩამოფრენებმა თვითმფრინავმა რითაც ჩვენი ეროვნული საგანძური დაბრუნდა ერთი გამორჩეული დღე ჩაწერა ამ ფაქტით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დაბრუნდა საქართველოს ეროვნული საგანძური რომელშიც მოგესალმებათ მნიშვნელოვანი წილი გახდა საეკლესიო საგანძური ხოლო იმ საეკლესიო საგანძურში გამორჩეული ადგილი ეჭირა სწორედ გელათის მონასტრიდან გატანილ საგანძურს ეს საკითხი ამ საკითხის შესწავლა თვითონ განძეულის დაბრუნების დიდი ხანია დაიწყო ფაქტობრივად დაბრუნებისთანავე მაგრამ თვითონ ის ფაქტი რაც განძეულის გატანას მოხდა და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები აი განძეული გაიტანეს 1920 წლის 23 ნოემბერს და შემდეგ რაც ხდება პოლიტიკურ ამბებზე ვამბობ საქართველოში შედარებით ეს საკითხი მივიწყებული იქ და განიხილებოდა მხოლოდ დაბრუნების ფონზე ამ ხრივ ჯერ კიდევ 50-იან წლებიდან დაიწყო 40-იან წლებიდან დაბრუნებისთან ეკვლევა გამორჩეული ამ ხრივ ბატონ შალვა ამირანაშვილის ნაშრომი, რომელიც რამდენჯერმე გამოიცა, ბატონი გივი ჟორდანიას ნაშრომი, არ არსებობს მკვლევარი, ვინც ერთი მეთაღაიშვილის მოღვაწეობას სწავლობს, ან და გელათის მონასტრზე მუშაობს, რომ ზედმეტაკლებად ამ საკითხს არ ახებოდეს და აი სულ ახლახან რამდენიმე დღის წინ შეიძლება ითქვას გამოვიდა ისტორიკოს ირაკლი ლოთიფანძის ნაშრომი მიტროპოლიტ ნაზარ ქუთათელზე, სადაც ამ საკითხს მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათვლილი თუ როგორ გავითარებაში და რა განზეულობა იქნა გატანილი გელათის მონასტრიდან. გელათის მონასტერი რომ საუკუნეების განმავლობაში დიდ განსაცავს წარმოადგენდა ცნობილი ფაქტია. რომ რამდენჯერმე მოხდა ამ განსაცავის ხელყოფა ესეც ცნობილი ფაქტია. რომ საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ამ საგანძურის დაცვას რომ ჯეროვანი ყურადღება ექცეოდა ესეც ცნობილი ფაქტია. თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები რომელთაც ეკლესიის მიმართ არ ჰქონდათ კეთილი განწყობა ამ ხრივ მოგესალმებათ სოციალ-დემოკრატები და მათი მთავრობა წარმოადგენდა წვრილვან ფაქტსაც კი ძალიან დიდ მასშტაბს აძლევდა რაც განძეულობის არაჯეროვან დაცვას ეხებოდა. ამიტომაც იყო რომ სიფრთხილე ხანდახან გადაიზრდებოდა ბრალდებად. აი 1917 წელს ავტოკეფალიის გამოცხადებისთანავე და გელათის მონასტერში სასულიერო მმართველობის სასულიერო ხელისუფლების შეცვლისთანავე მოგესალმებათ 1917 წლის აპრილში ეპისკოპოსი გიორგი გადაგანებული იქნა მონასტერში რამდენიმე თვე ფაქტობრივად წინამძღვრის გარეშე იყო მოვალეობის შემსრულებლები იყო ამიტომ საერო ხელისუფლება მიმჟამინდელმა ჯერ კიდევ დემოკრატიული რესპუბლიკა არ არის გამოცხადებული მის მიზნით რომ მონასტერი უშიშრად ყოფილიყო საერთოდ გასაღებები ჩამოართვა მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელს და წაიღო საერო ხელისუფლებამ დასაცავად ესაც ამოუცნობი ფაქტია ხომ ზედმეტი სიფრთხილის გამო მომხდარი და როდესაც 1917 წლის აგვისტოს-სექტემბრიდან ფაქტობრივად ახალი ხელმძღვანელი მოვიდა არქიმანდრიტ ნიკოლოზის სახით, მან მოითხოვა რომ მონასტრის წინამძღოლად თუ დამადგინეთ, მექონებაც უნდა ჩავებარო და მოხდა ისევ მონასტრის გასაღებების ჩაბარება. შემდეგ 18 წელში შეიქმნა იგივე მდგომარეობა განმეორდა 18 წელში უკვე როცა თურქთა ჯარები მოადგა ბათუმს და
პრაქტიკულად გეზი უკვე ქუთაისისკენ იყო აღებული ხელისუფლების წარმომადგენლების რჩევის გათვალისწინებით უკვე ანტონ ქუთათელმა მიტროპოლიტმა მიიღო გადაწყვეტილება მთავარი ტაძარი საერთოდ დაკეტილიყო. შემდეგ 19 წელში ამ დაკეტილი ტაძრის გარდა გაკეთდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ იგივე ანტონ მიტროპოლიტის მიერ სპეციალურად სამალავში გადამალული საგანძური გადამოწმებულიყო. ანტონ მიტროპოლიტმა ეს მოასწრო თავის ცოცხლში, რომ გელათის ღვთისმშობლის ტაძრის საკურთხევლის ზედა ნაწილში ფაქტობრივად სადიაკვნეს თავზე საიდუმლო ოთახი, რომელიც თავისუფლზე რისთვის გამოიყენებოდა უცნობია, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ ამისათვის გამოიყენა, რომ გადამალულიყო, შენიღბულიყო ეს სამალავი, სამჯერ მოახდინა განზრუნების შემოწმება. და სამივეჯერ ბოლო კომისია გახსოვთ ეს ექვთიმე თაყაიშვილის, კორნელი გეგელიძის მონაწილეობით, რომ იყო დაადგინა, რომ მონასტრის საგანძურს არაფერი არ ახდიან, მხოლოდ ერთი აღწერის მეცნიერული დონე დაიწუნა, რომ არ იყო ისე მეცნიერულად მაღალ დონეზე შედგენილი. ასე გრძელდებოდა 20 წელშიც და 20 წელში ხდება ერთი არასასიამოვნო ფაქტი. მონასტრის ადგილობრივმა მმართველობამ არქიმანდრიტ ნესტორის სახით მიიღო გადაწყვეტილება, რადგან მონასტერი ძალიან უჭირს გადაწყვეტილებით, მაგრამ რომელიც ნებადართული იყო ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის მიერ, რაღაც წვრილმანი შემოწირულობები გაყიდულიყო და მოხდა ისე, რომ ეს გაყიდული ნივთები სიას არ შეგაწუხებთ და სიმცირის გამო ვერ მოგახსენებთ. ძალიან უნიშნელო აი რაღაც კინძის თავები, საყურეები, ოღონდ ოქროსი და ვერცხლის, სულ რაღაც ალბათ 50 მისხანამდე ყველაფერი ოქრო და ვერცხლი იქნა გაყიდული ქუთაისში და რამდენიმე ძველი ვერცხლის ფული იქნა გადაცვლილი იმჟამად მოქმედ სახელმწიფო კუბიურებში, ქაღალდის ფულში. და აი ამ ფაქტზე დაიჭირეს ვინმე ზაბულონ პაპიაშვილი, რომ აი საიდან აღმოჩნდეს შენ ხელში. ის ოქროვერცხლი კი ჩაბარებული იყო ვინმე გვეტაძის ამ ოქროვერცხლების მიღებ პუნქტში. ოქრომჭედელი გახდა და ისა. წავიდა ძალიან სწრაფი ტემპით გამოძიება. ჩაერთო უცბად მილიციის გარდა ადგილობრივი ხელისუფლება და სასწრაფო დაცნობის თბილისს და სოციალ-დემოკრატიულ გაზეთებში, თვითონ სოციალ-დემოკრატიის სახელმწიფო ორგანოში, მთავრობის ორგანოში, საქართველოს რესპუბლიკაში ერთობაში დაიბეჭდა რამდენიმე საშინელი წერილი, რომ გელათის ბერმონაზნობა გაყიდეს აუარებელი სიმდიდრე და ოქრო ვერცხლი მონასტრის ქონებისა და უშველოდ გელათს. რეალურად სულებით არ იყო ასეთი, როგორც გითხარით იმ ნუსხას, რომ ნახავთ და შედარებით, რა თქმა უნდა, ზომიერი პოზიცია დაიჭირა ეროვნული დემოკრატიული პარტიის გაზეთმა საქართველომ, რომელმაც თავის 2 ნომერში 20 წლის ნოემბერში დამამშვიდებელი სტატიები დაბეჭდა, რომ ასეთი არაფერი არ არის მომხდარი, დაიბეჭდა ყველა ახსნა-განმარტებითი, ასე რომ ვთქვათ, ცნობები, რაც ადგილობრივმა არქიმანდრიტმა ნესტორმა თუ მონასტრის ეკონომოსმა გააკეთა, რომ არ არის საგანძურზე ხელი შეხებული, მაგრამ საკითხები ვითარდება ელვის სისწრაფით. 16-ში ამოდის პოლიციის უფროსი, ხუთა მილიცია ქვია უგაცრავად მას, მილიციის უფროსი გელაჩი ახვლედიანი გვარად დაკითხავს მონასტრის წინამძღვრს, ნებართვას თხოვს, იმიტომ რომ გელაჩი ამოსვლამდე ის საეპარქიო კანცელარიაშია ნამყოფი, როგორც კი დააპატიმრეს ეს პაპიაშვილი და თხოვს დოკუმენტს, რის ნებით გაეცი. ეპისკოპოსაც კი და უკაცრავად მიტროპოლიტ ნაზარსაც და მონასტრის წინამძღვრსაც გონია, რომ არაფერი კანონი არ დაურღვევიათ, მონასტერი მათია, ეკლესია სახელმწიფოსაგან ფაქტობრივად ცალკე დგას და თავის ქონების უმნიშვნელოვანეს ნაწილს ელემენტარული არსებობისათვის შეელია. მაგრამ არ უჯერებენ, მაშინ არქიმანდრიტი ნესტორი თვითონ იპოვის იმ დოკუმენტებს, რომელიც აგვისტოს წლებში ჰქონდა, 27 აგვისტოს რიცხვით იყო ნებართვა გაცემული მიტროპოლიტ ნაზარისაგან, რომ მას უფლება ჰქონდა ასეთი წვრილმანი ნივთების გაყიდვისა. შემდეგ უკვე 20-ში ამოდის ხელახლა ქუთაისის მილიციის უფროსი და უკვე ითხოვს ტაძრების დალუქვას.
და დაილუქა მთავარი ტაძარი, სადაც ეს საგანძურია განთავსებული და ამის შესახებაც არქიმანდრიტი ნესტორი სასწრაფოდ მოახსენებს მიტროპოლიტს, რომ რატო დაილუქა. უკვე ეს ცნობა მიდის საკათალიკოსო საბჭოში, რომ მოხდა ასეთი ფაქტი, საქმისყურში აყენებენ საკათალიკოსო საბჭოს და სულ კიდევ 2 დღის შემდეგ 23-ში უკვე ჩამოდის მთავრობის წარმომადგენელი, თვითონ პირადად ნოე-ჟორდანიას პირადი წარმომადგენელი ცინცაძე, ამოყავს პირველი პირების ქუთაისის საერო და ძალოვანი სტრუქტურების, ასე რომ ვთქვათ, სასამართლო სტრუქტურების, მაზრის ერობის უფროსი, მაზრის მილიციის უფროსი, სასამართლოს თავმჯდომარე, პროკურორი და მოყავთ 15 მილიციონერი დროგით და პრეზენტით შეიარაღებულები არიან, რომ ყველაფერი განზევლება წაიღო. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ნაზარმა არ იცის, რა თქმა უნდა, საკათალიკოსო საბჭომაც არ იცის, დარჩა პირისპირ არქიმანდრიტი ნესტორი ამ ხელა კომისიის წინაშე და ეუბნება პირველსავე შეკითხვაზე, რომ იცის ამის შესახებ თქვენმა სასულიერო ხელისუფლებამ, ჩვენმა ხელისუფლებამ არ იციან, მაგრამ ამის ცოდნას არაფერი აზიარა, როცა ჩვენ ქუთაისში დავბრუნდებით, ამის შესახებ ჩვენ თვითონ მოვახსენებთ, თქვენ წინააღმდეგობას გაგვიწევთ თუ არა, ამასაც არ აქვს აზრი, ჩვენ განძევლება უნდა წავიღოთ. გააღებენ იმ სამალავს უკვე მერამდენეთ და ყველაფერი ჩამოაქვთ და არაგებენ ყუთებში. მათ შორის უნდა წაიღონ ცნობილი ხახულის ღვთისმშობლის ხატი, მაგრამ ხახულის ღვთისმშობლის ხატზე ისევ ერობის თავმჯდომარე სულაქველიძე და პროკურორი ქუთაისის მაზრის იამანიძე შებედავენ და ეუბნებიან ცინცაძეს, რომ ეს ასეთი წაღებით ქუთაისამდე შეიძლება დაინგრეს, დაიშალოს და ამიტომ თხოვენ რომ დატოვონ. და მართლაც ფაქტობრივად ერთადერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის ნივთი, რომელიც კომისიამ დატოვა გელათში, ეს იყო ხახულის ღვთისმშობლის ხატი, მაგრამ ხახულის ღვთისმშობელზე ერთი ამბავი ატყდა, შენიშნეს, რომ მას 2 თვალი აკლია, მაგრამ აკლია 2 თუ 1 მსჯელობენ ამაზე, ახალი ამოცვენელია თუ ძველი ამოცვენელი. ეხლა სასულიერო წოდებიდან ვინ არის წარმოდგენილი კომისიაში? გელათის წინამძღვარი თავისთავად, გელათის ეკონომოსი ექვთიმე კერესელიძე, დღეს უკვე წმინდანაჩერაცხული და მოწამეთის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზი ნამორაძე. განსაკუთრებით ნიკოლოზ არქიმანდრიტი აქტიურობს, ეძებს რაღაცებს, რომ აი მე რომ ვიყავი წინამძღვარი გელათში, მაშინ ეს არ აკლდა, იმიტომ რომ იცით ის 1917 წლის აგვისტომდე გელათის წინამძღვარია და განაცხადებულიც არის წასული გელათიდან, რომ გელათიდან გადაიყვანეს მოწამეთის მონასტრის წინამძღვრად. ყველას თავის არგუმენტი აქვს, არქიმანდრიტ ნესტორის არგუმენტი იყო, რომ მას მონასტერი ჩაბარებულიც კი არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, უკვე რომ მესამე წელი გადიოდა მონასტრის წინამძღვარი იყო, ის ისეთ პირობებში მოვიდა მონასტერში, რომ მხოლოდ ეკონომიკის დონეზე მონასტრის ეკონომოსმა გადაიბარა მონასტრის ქონება, რომ ეს ეკონომისი კი უკვე დემონაზოვის ზენონ ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად არის გადაყვანილი. ასე რომ ყველა როგორც იხერხებს, უნდა რომ ამ პასუხისმგებლობას გაექცეს, თუ რამე აკლია და თუ რამე დანაშაულია. არქიმანდრიტი ისა უკაცრავად მიტროპოლიტი ნაზარე 5 შეკითხვას აძლევს ისა მონასტრის წინამძღვრს. აი და მე ამის პარალელურ რეჟიმში რამდენიმე წუთს დაგვაგარგინებს, მინდა ეს შეკითხვები იცოდეთ, რომ რას პასუხობს, რას ეკითხება და როგორ პასუხებს. ესე იგი, პირველი შეკითხვა არის, რომ ვინ ესწრებოდა მონასტრიდან ამ ნივთების წაღებას და ის პასუხობს, რომ მონასტერში ყოფი ყველა უყურებდა ამ საქმეს და ფიქრობ იცოდნენ, რაც ხდებოდა. მეორე მუხზე მთავრობას ჩანს წინათაც განზრახული ჰქონდა, იცოდა თუ არა ეს მთავრობას. დიახ, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე ძალდატანებას მთავრობის ერების და მილიციის წარმომადგენელთა მხრივ. დიახ, ამაზე პასუხობს, რომ წინადღით ხაზინაში ნივთების შესანახი მთავრობას ჩანს ეს იცოდა, განზრახული ჰქონდა, ამიტომ მან წინადღეს მოამზადა ხაზინაში ნივთების შესანახები და გელათში კი როგორც მოგახსენეთ, მოვიდა მილიციონერებით და სპეციალური ტრანსპორტით.
მესამე მუხლი ეხებოდა თუ განზევლების მონასტრიდან ტაძრიდან გამოტანა და გადმოზიდვა მოხდა თქვენივე სურვილის წინააღმდეგ, რატომ არ განაცხადეთ თქვენი პროტესტი ამის შესახებ? ოხში აღნიშნეთ. არქიმანდრიტი პასუხობს, პროტესტი მიტომ არ განაცხადე, რომ იმათ მითხრეს, თქვენ თუ გინდათ გინდნება განაცხადე, გინწინააღმდეგობა ჩვენ ამ თემს მაინც წავიღებთ. მეოთხე მუხლი, რატომ არ გამოითხოვეთ ჩემთან როგორც ეპარქიის მმართველიდან აღნიშნული ნივთების მიცემის ნებართვა? არქიმანდრიტი პასუხობს, ნებართვის გამოთხოვის სულ აღარ იყო, ამიტომ როგორც მოვიდნენ გელათში, მაშინ შეუდგნენ ნივთების გადმოტანას, ამასთან მოგახსენებთ, რომ იმ დღეს როცა ისინი მოვიდნენ გელათში, დილას ადრე თქვენთან გაახდი, გააცნობენ მათი მოსვლა, გთხოვეთ წამობრძანება გელათში, რადგან იმათ არ ემნებოს თქვენი ნახვა და თქვენ არ ემნებეთ წამობრძანება და აცინებეთ მათ შეკითხვა ტელეფონით, რაც იმ დღეს დილასვე გთხოვეთ. და მეხუთე შეკითხვა გამომიგზავნეთ თვითის წიგნი გელათს განძევლებისა, რომელიც 19 წლის აგვისტოში შემოწდა. და გავიდა დიახტრო, მოკლედ ეს ნივთები წაღებული იქნა, ჩატანილი იქნა ქუთაისში, ჩაიტანეს ქუთაისის ხაზინის შენობაში. ქუთაისის ხაზინის შენობა არის ამ დროს მოთავსებული იქ, სადაც დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო. იცით, ეს გრანდიოზული შენობა, შესაბამისი საცავი იპოვეს მისთვის და წაიღეს. ეხლა თვითონ მთავრობის დამოკიდებულება იყო ეს თუ არა წინასწარ განზრახული აქტი. ნამდვილად არ იყო, აი საკითხის შესწავლით შემიძლია მოგახსენოთ, რომ არა, ეს მოხდა სპონტანურად, რომ არა იმ ვაჭრების დაპატიმრება, რომელსაც მილიციამ ეს ნივთები ჩამოხდა, შეიძლება არაფერი არ მოხდარიყო, ეს ნივთები გელათში ყოფილიყო, გელათიდან ამის გატანას მთავრობა ემიგრაციაში გატანას ვერ მოასწრებდა, ვერ წაიღებდა, იმიტომ რომ იცით ისინი 23-ში ჩამოვიდნენ ქუთაისში, 2-ს უკვე უკაცრავად 3-ს უკვე ქუთაისიდან გავიდა და წარმოუდგენელი იყო, რომ ესენი ყველაფერი შეეწყოთ, მაგრამ დახვდათ ყველაფერი მზად. გელათის და გელათის 82 ნივთთან ერთად იმავე წლის იანვარში გელათში გადმოტანილი ჯგუჭის მონასტრის 30 ნივთი. ესენი ყველაფერი წაიღეს, თუმცა აქაც შენიშნულობა გავაკეთოთ, დაახლოებით 15 ნივთი, როცა ექვთიმე თაღაიშვილმა გადაარჩია, არ მიიჩნია სამუზეუმოდ და შემდეგ აი 21 მოგვიანებით 23 წელში ქუთაისის საკათედრო ტაძრის დეკანოსმა პლატონ სკიტიშვილი ეს ნივთები გადააბარა ქუთაისის მუზეუმს. ნივთები კი გადანილი იქნა საფრანგეთში და იცით 45 წლის 12 აპრილს დაბრუნდა. მოდით ვხდი გადავაჭარბეთ დიახ. მადლობა. ეს მიკროფონი ეს რომ ასე მოხდა. ბატონო მერე და თქვენ ზანეთრო რომ ზათაყოფილი პასპორტები ვერ მოხერხებდნენ წავედი. თქვა დარჩენილი იყო, უფრო სახიფათო იყო? ნახეთ ბატონო ლევან, თუ გელათის საეკლესიო ნივთსამკაულის ბედზე ვიმჩნევთ, ვერ წარმოვიდგენთ, რომ უფრო ცუდი იქნებოდა. დანარჩენი ხო ყველაფერი გელათში დარჩა, მათ შორის ხახულის ღვთისმშობლის ხატი, მათ შორის გელათის ღვთისმშობელი და ასე შემდეგ. ესენი ხელისუფლებამ ფაქტობრივად მონასტრის დაკეტის მეორე დღესვე მონასტერი აქცია სახელმწიფო დაწესებულებად, ქუთაისის მუზეუმის ნაწილად, ფილიალად და გელათის საგანძურის მაგალითზე თუ ვიმჩნევთ, მას არაფერი უარესი დღე არ ელოდა. იქ კი საფრთხე შეიძლება მოგზაურობით თუ გნებავთ, გნებავთ ჩატანით, გნებავთ დაბრუნებით. გელათის მაგალითზე ვამბობ მე ამას კონკრეტულად. გაიხარეთ.